მე ამ სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ციხეებში. არ ვიცი მე ხო ნამდვილად არ მინდა რომ რაღაც ისტერიკა და ის შემოვიტანო, მაგრამ ხუთფერად გეუბნებით, რაღაცები ვერ ხდება აბსოლუტურად კარგად ამ ჩვენს საბჭოთა ციხეებში და ეხლა ერთი 5 თუ 6 SMS შემოვიდა, მე მართლა ვერ ყვევი, არ ყოფილვარ არც გზანის ციხეში ვიყავი, მარტო და რუსთავში აშიმშილებენო პატიმრებსაო. მე რაც ვიცოდი და ძირითადად თქვენი დასკვნებიდან და არასამთავრობოების ესე თქვა წერილებიდან ვიცი რომ ყვება მეტნაკლებად ეს არის აკვე გადაწყვეტილია ციხეებში უბრალოდ შეტანაზე პრობლემა ჩხრეკენ და თაფს თქვი მე მგონი ეს თქვენ საბრძანეთ რომ პრობლემატურია ხო პრობლემატურია ფაქტები მარტო ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა სამკურნალო დაწესებულებას შეიძლება თაფლი შეტანა. აი მე ქალბატონით შემოვიდა რომ რუსთავის მეორე ციხეში და კოლონიაში შიმშილობენ პატიმრებს შიმშილით ყვდებიან. ეგებაი კომენტარი გააკეთეთ და რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ციხეებში. ეს არის ხა რუსთავის დაწესებულებაში გუშინდა დღეს თუ მოხდა რამე საჭმელთან დაკავშირებით არ ვიცი, იმიტომ ხა რეალურად სიტუაცია როგორია. ყვება რიგ დაწესებულებებში, სადაც დირექტორი პირადად აკონტროლებს, რომ საკვების ხარისხი ნორმალური იყოს, მისაღები ხა მე იშვიათად მინახავს პატიმარი, რომელსაც ციხის საკვები უყვარს და მოწონს. ცხადია, რომ სახში მომზადებული საჭმელიან თუნდაც რესტორანში ალბათ გაცილებით უკეთესია, გააჩნია რა თქმა უნდა. თუმცა რაც შეეხება ზოგადად საკვებს, რაციონი ნორმალური იყო და ასევე ხა მე პირადად მინახავს რა საჭმევენ პატიმრებს, თო ციხეში არაერთხელ ვარ ნამყოფი. გასაგებია ხა შეიძლება ადამიანს არ მოწონდეს იქ გაკეთებული პიურე და იქ მომზადებული თევზი, სოსისი და ქათამი, თუმცა ყვება მე არაერთხელ აღმენიშნავს, რომ თუ დღესდღეობით პატიმარს არ აქვს ფინანსური სახსრები იმისთვის, რომ მაღაზიაში შეიძინოს რამე შიერი ნამდვილად ციხეში არ მოკვდება, იმიტომ რომ საკვები სავსებით ნორმალურია, ხა მე ბევრ ქვეყანაში ვარ ციხეებში ნამყოფი და რა თქმა უნდა, ხა გასაგებია რომ ზოგ ქვეყანაში მაგალითად ნორვეგიაში და შვედეთში ვთქვათ გაცილებით უფრო ფართო ასორტიმენტია და იქ მომისმენია თქვათ პრობლემები რომ ნაკლები სალათის ფურცლები მიეწოდება და შოკოლადის დამცხარი არ იყო კარგი და გემრიელი და ცხადია ხა რაც შეეხება თუმცა მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა თუ რამე კონკრეტული პრობლემაა რუსთავის დაწესებულებაში საინტერესოა ვიცოდე რუსთავში სამი დაწესებულებაა და რომელშია ეს მეორეზე იყო ქალბატონების ძალიან გადავამოწმეთ იქ არსებულ სიტუაციას ახლა არ ვიცი შეიძლება ვიღაცამ დასჯის მიზნით ვინმე საკვები არ მიაწოდა თუმცა ესეთი პრობლემა ბოლო დროს ნაკლებად გქონია იცი მინდა გითხრათ რომ გაცილებით უფრო სერიოზულ დარღვევებთან მქონდა შეხება თუმცა ხა თუ პატიმარს საჭმელი არ მიეწოდება ესეც სერიოზული პრობლემაა ამიტომაც ხვალე ვნახავთ ჩვენ რუსთავის მეორეში ამ კუთხით თუ არის რაიმე პრობლემა მაგრამ დამიჯერეთ რამე მაგდაგვარი ხდება თუ არა ჩვენ ან გვირეკავენ და ამჯერ პირველი სადაც ზარი შემოდის ხოლმე ან თუნდაც ახლობელი მოდის მშობელი იგივე ძალიან ხშირად ყოფილა ჟურნალისტებს დაურეკიათ ადვოკატებს ყოველთვის ინფორმაცია გვაქვს ერთადერთი მინდა გითხრათ რომ დღეს თქვენს გიკითხავთ და მეც მოვიკითხე გათბობასთან დაკავშირებით გათბობა ჩართული არ არის არ ვიცი რა დღეს თუ გაუშვეს თუმცა როგორც წესი ხდებოდა ხოლმე გათბობის ჩართვა ნოემბრის შუა რიცხვებში ბოლოსკენ როგორც ჩანს ძალიან უცებ აცივდა და ამის გზას არის კი ბატონო იგივე პატიმართა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში ვიცი რომ საკმაოდ ციოდა გუშინაც და იყო სერიოზული პრობლემა ამასთან დაკავშირებით ეს არ ეხება მარტო მაგ დაწესებულებას ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან მოვახდინეთ ამაზე რეაგირება და დაგვირდნენ რომ გათბობას ჩართავენ ახლო მომავალში აი რამდენი გიორგი გითხრათ ახლა თქვენ საკმაოდ დეტალურად ერკვევით ყველგან რა სიტუაცია მოდით აი კონტინგენტი მთლიანად წარმოვიდგინოთ მე ზუსტად არის 23-25000 პატიმარია 24400 იყო ყველაზე მაღალი მონაცემი რაც მე მქონია მეგონი რეკორდსმენები ვართ ამ ხრით და მათი აი ესე ვთქვათ ის თუ კი შევისწავლეთ მასაში რამდენი არის ავატყოფი ალბათ 60% ჯანმრთელობის პრობლემები სხვადასხვა პრობლემით და აი ყველაზე საგანგაშო ჩემი სადმე სუბიექტურად უყურებ ამას და ჯარშიც რაღაცა პროცენტი არის გარკვეული დაავადებები და მე ვიცი რომ ჯარისკაცების მასობრივი ის არის დიარეა იწამლებიან არანორმალური არაჰიგიენური თუ რასეძახიანი მას სუფთაწყალის დეფიციტი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ყველა ჯარში იყო ყველა იწამლებოდა და ბრძოლის უნარიანობა უკეთდებოდა პატიმრებში ძირითადად ყოფილა ანთებითი პროცესები და შესაბამისად ამას თუ კი ამას დროზე არ მიხედავს ეს სისტემა პენიტენციარული გადადის მე ტუბერკულოზში აი ამას ვიძახი რომ დაალოცვილებმა თუ კი მე ვიცი რომ ზამთარი მოდის ხოლმე და ახლა დღეს 14 არის 14 ნოემბერი ეს უკვე სერიოზული ისაა და
ეს ჩრდილო იმისი დასავლეთიდან ქარები რომ შემოდის საქართველოში, ყველამ უნდა იცოდეს, მით უმეტეს ახლა ციხეების უფროსებმა ნოემბერში ჩვენთან ტრადიციულად უცბად შემოუქროლებს 5-6 დღე ყინვები იჭერს. რატო არ ემზადებიან? აი ტუბერკულოზნიკებთან როგორი სიტუაციაა? სითბო არის მთავარი გარანტორი რიგი დაავადებების პრევენციის. უნდა მომზადებულიყო ეს პენიტენციალური დალოცვილი სისტემა თუ კი საერთოდ დალოცვილი. გეთანხმებით ახლა, როდესაც ვთქვათ ნოემბერი არ არის მანდამას თბილითვე ძალიან ხშირად, ადრე შეიძლება თოვლი არ მოვიდეს, მაგრამ ტემპერატურამ დაიკარგა. წუხელი 3 გრადუსი ყინვა. მით უმეტეს მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, იგივე განსხვავებულია, ხო, ვთქვათ, ციხეები არის სხვადასხვა ქალაქებში განლაგებული და შესაბამისად ტემპერატურაც მაინც იცით, რომ ვთქვათ, იგივე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მაინც ერთნაირი არ არის. თუმცა თქვენ ახსენეთ არაერთი მიმართულება, მათგან შეეხეთ ჯანდაცვის საკითხებსაც. რაც შეეხება ზოგადად პატიმართა ავადობას, სხვადასხვა დაავადებებით, აქ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება. თქვენ ახსენეთ სტატია გაზეთ რეზონანსში, რომელიც მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჟურნალისტს, რომელსაც ეს სტატია დაწერა, იმიტომ რომ დიდწილად სტატიის დაახლოებით 80% ეყრდნობა კომპეტენტურ მიუკერძოებელ დასკვნებს და მინდა გითხრათ, რომ ესეთი მასშტაბური კვლევა მე ვერ გეტყვით ახლა რომ ეს ერთხელ გავაკეთეთ, ეს უკვე სახალხო დამცველის ანგარიშის ფაქტიურად ტრადიციული ნაწილია, რომელიც ეხება ანალიზს თუ რა ტენდენციებია ზოგადად პატიმართა ჯანდაცვის კუთხით. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაზე მძიმე წასაკითხი თავია სიკვდილობის თავი. მინდა გითხრათ, რომ 2011 წელსაც განსხვავებული სურათი არ იქნება სამწუხაროდ და არის რამდენიმე საკმაოდ მძიმე ფაქტი. ახლა მე წინასწარ თავ შევიკავებ გასაჯაროებისგან, ვინდან ანგარიში დამუშავების სტადიაშია, თუმცა წელსაც მოხდება ჩვენს მიერ გაანალიზება ყველა იმ ტენდენციას. ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოვენ ხოლმე ვთქვათ ფაქტის დადგომის შემდეგ უმალვე გავაკეთოთ კომენტარი, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ვცდილობთ, რომ კომპეტენტური პასუხი გავცეთ შეკითხვას, ამიტომაც ძალიან ხშირად ველოდებთ ხოლმე კონკრეტულ დოკუმენტაციას თითოეულ გარდაცვლილ პატიმარზე, რათა გქონდეს კონკრეტული პასუხი და არა ვარაუდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ახსენეთ 60%. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ციხის პოპულაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პრობლემურია ჯანმრთელობის კუთხით, თუმცა გააჩნია ქვეყნების სპეციფიკას. მაგალითად, ფინეთს თუ ავიღებთ, ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები შეადგენენ იქაური პატიმრების დაახლოებით 60-70%. სხვადასხვა პრობლემები. ჩვენთან სპექტრი გაცილებით ფართოა, ალკოჰოლიზმი ნაკლებად პრობლემურია, თუმცა ნარკოდამოკიდებული პირებიც არაერთია ზოგადად, მაგრამ ერთ შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენს ციხეებში პრობლემა, რომელიც ეხება ნარკოტიკების შესვლას, დღესდღეობით აღმოფხვრილია, იმიტომ რომ მე არ მქონია პრობლემა, რომ ვთქვათ პატიმრებს მოეწოდებინა ჩვენს ინფორმაცია, ან თუნდაც ჩვენი თვალით გვენახოს, რომ რაიმე სახის ნარკოტიკები დაწესებულებებში შედის. თუმცა მეორე პრობლემაა, როდესაც არ არსებობს სარეაბილიტაციო პროგრამები და ჩართულობა ამ პროგრამებში არის ძალიან ლიმიტირებული. შეიძლება თითებზე ჩამოთვალო იმ პატიმრების რაოდენობა, რომლებიც გადიან სარეაბილიტაციო კურსს. თქვათ ერთადერთი გლდანის მერვეში თუ არ ვწდები, ხორციელდება მეტადონის პროგრამა, სადაც არც თუ ისე ბევრია პატიმარი და არის ეგრეთ წოდებული ატლანტისი, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო ფსიქოლოგიურ კომპონენტებზეა დამყარებული და რეალურ რეაბილიტაციას პატიმარი მაგ კუთხით არ გადის. იქაც ძალიან საეჭვოა ჩარიცხვაც და ზოგადად მიმდინარეობაც ამ პროგრამის. თუმცა ჩვენთან არის სერიოზული პრობლემები ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ კომუნიკაბელურ დაავადებებს უწოდებთ ჩვენ მას ანგარიში, ტუბერკულოზი, საკმაოდ მძიმე ფორმები. თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ხშირად უბრალო დაავადება, რომელიც თქვათ იგივე სახლში შეიძლება უმკურნალო მარტივი ანტიბიოტიკებით, თქვათ ანტიჰისტამინებით, შეიძლება ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გართულდეს თუ არ მიხედავ და დადგეს იგივე, თქვათ, ფატალური შედეგიც. არაერთი დასკვნა იყო შესწავლილი, როდესაც პნეუმონიით დაავადდა ფილტვების ანთებით პატიმარი და ვინაიდან დროულად არ მოხდა ამაზე რეაგირება, შემდგომ გარკვეული ეტაპის მერე გართულების გამო დადგა პატიმრის გარდაცვალება. შედეგი იყო. რა თქმა უნდა, იყო როგორ არა, არაერთი იყო შესწავლილი, იგივე 2009 და 2010 ანგარიში, პირდაპირ მითითებულია, რომ 21 საუკუნეში პნეუმონიით პატიმარი საბოლოო ჯამში არ უნდა გიკვდებოდეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პატიმრები, ვთქვათ, 142 პატიმრიდან, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა, ვთქვათ, მე მომისმენია ოფიციალური პოზიცია, რომ იცით რა ეს ქრონიკული დაავადებებია, რომელთა განკურნებაც შეუძლებელია. მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, ახლა როდესაც საკითხი ეხება კიბოს, ვთქვათ, იგივე, როდესაც
მეტასტაზებია უკვე განვითარებული და მეოთხე სტადია გასაგებია რომ კიბოს ვერც გარეთ ვერ შველიან მაგ ეტაპზე და ვერც დაწესებულებაში იგივე შიც რაც შეეხება და სხვადასხვა დაავადებებს სადაც სავარაუდოდ შეიძლება რაღაც ეტაპზე დადგეს სასიკვდილო შედეგი ამაზე კიდე შეიძლება ცალკე ვიმჟღავნოთ თუმცა როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვეულებრივი დაავადებების შორს წასულ ფორმებზე ეს მიუთითებს რაზე არადროულ სამედიცინო ჩარევაზე იგივე იყო შემთხვევები როდესაც ექსპერტიზის დასმა რო გავაანალიზეთ პირდაპირ ცალსახად მიუთითებდა რომ პირმა გადაიტანა იმპაქტი თუმცა ეს იდენტიფიცირებული არ იყო ანუ ფაქტიურად ხო მე ამის შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ამან გამოიწვია გართულება და თქვენ ძალიან კარგად იცით თქვა ნაიმპაქტალი ტიპი შეიძლება ხო კი ძალიან ხშირია ეხლა ტუბერკულოზი დღესდღეობით მაინც რჩება ნომერ პირველ პრობლემა ჯანმრთელობის კუთხით თუმცა მინდა გითხრათ რომ ძალიან ხშირად არავინ არ საუბრობს იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე საჯელსრუებს დაწესებულებებში მე მინდა გითხრათ რომ არაერთი პირი ვიცით ჩვენ როდესაც თქვათ იგივე პროფესიონალმა ფსიქიატრმა რომელიც ჩვენ ყავდა დაწესებულებაში ჩვენი ექსპერტი შეყვანილი პირდაპირ დაადგინა რომ პირი თქვათ საჭიროებდა ურნალობას ფსიქიატრიულ სტაციონარში ან თუნდაც პატიმართა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში სადაც არის ფსიქიატრიული ნაწილი საკმაოდ შეზღუდული საწოლების რაოდენობით მაგრამ იყო შემთხვევები როდესაც პირი გამუდმებით იყენებდა ძიმე ხარისხის თვითდაზიანებებს ეგეთი რამდენიმე პატიმარი დღესაც არსებობს და არაერთხელ მაქვს მიმართული რეკომენდაციით, რომ კომისია, რომელიც შექმნილია მინისტრის ბრძანებით, შეიკრიბოს და მოახდინოს რეაგირება. სახალხო დამცველი პირადად ვერც ვერავის ვერ გადაიყვანს სამკურნალ, თუმცა ჩემი ფუნქციაა რეაგირება მოვახდინო ყველა ასეთ ფაქტზე. ვირუსული ჰეპატიტები კიდე ერთი სერიოზული პრობლემაა, საკმაოდ მოდებულია, ახლა ოფიციალური კი, რა თქმა უნდა, დღესდღეობით მე არაერთხელ თქვენ გადაცემაში ვახსენე, რომ დაიწყეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ როგორღაც ტუბერკულოზს მიხედონ. თუმცა მე შორს ვარ იმას რისგან, რომ ეს პრობლემა მოგვარდა არანაირად, მაგრამ პოზიტიური კუთხით შეიძლება აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ყველა დაწესებულებას მიამაგრეს დამატებითი ექთნები, რომლებიც არიან ფილტვის და ტუბერკულოზის დაავადებათა ცენტრიდან, ანუ სამოქალაქო სამავთყოფოდან, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივ ექიმებს ეგრეთ წოდებულ სკრინინგში, როდესაც ხდება შემოწმება და ამას საკმაოდ რეგულარული ხასიათია. ეფექტური არის მე ეს ამითი სავარაუდოდ მოკლე ხანში შესაძლებელი გახდება კონტროლი დაავადების, გეცოდინება ვინ არის ინფიცირებული, თუმცა რა თქმა უნდა ამას უნდა მოხდეს სათანადო მკურნალობა, პირის იზოლირება, თუ მას მithumetes გადამდები ფორმა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიდის დაწესებულების მშენებლობა ქსანში, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს შემდეგი წლის და მინდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა გაიზარდა, თქვენ იცით, რომ გლობალური ფონდი აფინანსებს აქტიურად ტუბერკულოზის პროგრამას და ტუბერკულოზი მინდა გითხრათ, რომ არ არის ყველაზე რთულად სამკურნალო დაავადება, თუ შექმნის სათანადო პირობებს და ვთქვათ იგივე ზოგადი სტანდარტებით 2 თვე სჭირდება საშუალოდ ვთქვათ, პირველ ორ კვირაში შეგიძლია კერა ჩააქრო იმდენად, რომ გადამდები აღარ იყოს პირი, ამის შემდეგ დაახლოებით 2 თვე უნდა იმას, რომ პირი ასე თუ ისე განიკურნოს და შემდეგ მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა ყურადღების მიქცევა, თუმცა ეს უკეთესად იციან სპეციალისტებმა. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მულტირეზისტენტული ფორმა ვითარდება სწორედ დარღვეული მკურნალობის ციკლის გამო, პატიმართა გადაყვანა ხდება სხვადასხვა დაწესებულებებში რეჟიმის დარღვევის გამო და მე ძალიან ადვილია სხვების დაინფიცირება, მით უმეტეს როდესაც საკანი არის გაუნიავებელი, ნესტიანი, ვთქვათ, იგივე მზის სხივი არ შედის შიგნით სათანადოს, მინდა გითხრათ, რომ იმდენად ბევრს საუბრობთ ჩვენ ამ ტუბერკულოზზე და იმდენია უკვე ჩვენს თუნდაც ანგარიში ან მოხსენებებში ამაზე და ჩემს განცხადებებში ნათქვამი, რომ გარკვეულწილად ყველა დეტალი შევისწავლეთ. თუმცა ტუბერკულოზი არ არის ერთადერთი პრობლემა პენიტენციალური ჯანდაცვის. დღეს საუბარია იმაზე, რომ დაიწყო რეფორმის განხორციელება. მე მაქვს ერთი შეკითხვა. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ბოლო წლებში წარმატებულად განხორციელდა რეფორმა, ეხლა რატო ამაში საუბარი ახალი რეფორმის დაწყებაზე? იგი ცხადია, რომ სერიოზულ წარუმატებლობას ჰქონდა ამ სფეროში ადგილი, ხო? თავისთავად ცხადია, ხა რაც კარგია, იმას აღარ დაარეფორმებ. ან მაშინ უნდა კი, ეხლა საუბარია სტრატეგიის დამტკიცებაზე, ახალ სამოქმედო გეგმაზე, მაგრამ ჯანდაცვა და მით უმეტეს ამხელა კონტინგენტის მოვლა ჯანდაცვის კუთხით. რა თქმა უნდა 24,000 პატიმარი არ არის დაავადებული სხვადასხვა დაავადებებით, თუმცა თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ძალიან დიდია რაოდენობა იმ პატიმრებს, რომელსაც სხვადასხვა სახის
ჯანდაცვის მომსახურება ჭირდება დაწყებული ვთქვათ პროტეზირებით და სტომატოლოგიის კუთხით შემიძლია აღნიშნო რომ ყველგან დაამონტაჟეს კაბინეტი და მშრალის სიცხის სტერილიზატორების დადგეს, რამაც რეალურად ხელი უნდა შეუწყოს იგივე სხვადასხვა გადამდები და ავადებების გავრცელებას. თუმცა იყო შემთხვევები განსაკუთრებით ადრე, როდესაც იდგა სტომატოლოგიური სკამი, კაბინეტი იყო მოწყობილი, არ ჰქონდათ ბჟენი, არ ჰქონდათ სხვა მასალა, დღესდღეობით ამას მეტი ყურადღება ექცევა, ასე რომ ნუ დაუკარგავთ სისტემას იმას, რაც გააკეთა. სტომატოლოგიური მომსახურების კუთხით გაცილებით უკეთესი სურათია. ანუ კბილი ადრე იყო მარტო ექსტრაქცია, შეგეძლო ამოგეძრო. დღეს საშუალება არის რომ კბილს ასე ისე უმკურნალო დაწესებულებაში ხარისხზე მე თავს ვერ დავდებ ნამდვილად მაგრამ ადრე მკურნალობა ვიცი ხო ნუ დაწესებულებაში პრინციპში რაც შეეხება კბილის დაბჟენას და მარტივ პროტეზირებას რა თქმა უნდა არ გაგიკეთებენ თუმცა მკურნალობა მოვალეობა ეხლა ბევრს საუბრობენ აფთიაქების გახსნაზე სხვა დაწესებულებაში მე არაერთხელ აღვნიშნე რომ კარგია ზოგადად თუ დაწესებულების ტერიტორიაზე იქნება აფთიაქი თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს არასდროს იმას რომ წამალი უნდა შეიძინოს პატიმარმა და მას არ უნდა მიეწოდოს კანონით განსაზღვრული თქვათ წამლები, იმიტომ რომ რეალურად პასუხისმგებლობა მკურნალობს აკისრია სისტემას. თუმცა ახლა რა თქმა უნდა თუ პატიმარს უნდა თქვათ ფრანგული წარმოების იგივე წამალი იყიდოს, მას შეუძლია აფთიაქში ეს გააკეთოს, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფოს მოვალეობა თავისუფლება აღკვეთილ პირს აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება წამლის გარეშე ეს ნაკლებად გამოვა. პარაგრაფი ძალიან ბევრი შეკითხვები არის გზავნილებიცაც, მაყურებლებიც არის მანიშნებე რომ შემოგიყვანა მე მე ზივარი ზულებული ვარ ზავიწყო პრესა გეგზალებაო და კიდევ ეს გაუთავებელი უკვე მე რამდენად შემოდის რომ პრესას რაც შეეხება რიგ დაწესებულებებს შედის შეზღუდული რაოდენობით ანუ სახით პრესა, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვათ ერთხელ მითხრა ჩემმა თანამშრომელმა რომ სარკეს პატიმრები კითხულობენ, იმიტომ რომ შედისო დაწესებულებაშიო. ხო, რაც შეეხება გაზეთებს, აქაც არის პრობლემა რეალურად, ასევე მინდა გითხრათ რომ სადაც არის ტელემაუწყებლობა, იქაც არის გარკვეული შეზღუდვები, მე მახსოვს რომ თქვათ რიგ დაწესებულებაში მხოლოდ რადიო იმედი ისმინებოდა თორსტებ ტალღასაც იჭერდა. ეგეთი რადიოები არსებობს. მოდის კიდე SMS კვებაზე შეზღუდვები არის კვებაზეო თუ ამანაზე რა თქმა შეგზავნაზე არის შეზღუდვები კიდე ერთხელ გავიმეორებ ერთადერთი დაწესებულება რომელშიც შედარებით ლიბერალური რეჟიმი არის ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა დაწესებულება მაგრამ რაც შეეხება ხა იგივე საკვებს თქვათ მაღაზიები დათვალიერებული მაქვს დაწესებულებებში უმეტესად იყიდება ის პროდუქცია რომელიც არის ხოლმე ჩვეულებრივ მაღაზიებში გარეთ და ფასების განსხვავებული არ არის მინდა გითხრათ ნაკლები არ არის მაგრამ მეტიც არ არის ფასიც მე შევამჩნია აი ბევრი შეკითხები არის რამდენიმე მაინც მითხარით ვეღარ მივადევ აი ზვართაძალებები ჯესფაჩეზე შეგეკითხენ აგერ თქვენ რომ რუსთავის მეტალურგიულიდან გამოყარესო ხალხიო ორი თვის ხელფასი არ მოგცესო დირექტორი ბრძანებას არ აწერს ხელსა თქვენ გეკუთვნით მათზე აი ესეთი საჯარო მოხელე თუ არის დაწესებულების თანამშრომელი იმ შემთხვევაში ეს არის ხო მაგრამ რაც შეეხება კერძო დაწესებულებებს ეს კანონიდან გამომდინარე სახალხო დაუცველის ფონდებარე უკვე ხტები კიდე იყო SMS-ი რომ ეს რა ქვია საგადასახადო უკანონო დამაწესაო ჯარიმაო ვის მიმართო დამაკვალია თუ უკანონოთ არის ჯარიმა დარღვევებით დაწესებული არა ამაზე სახალხო დაუცველსაც შეუძლიათ მიმართო მაგრამ თუ ეხლა არის ძალიან ხშირად ეგეთ შემთხვევები თქვა ჩემს მოუმართია ქალაქის და უთქვია რომ მე ბევრი დამარიცხეს. პრობლემა ესაა რომ კანონმდებლობით განსაკუთრებით ბოლო ცვლილებებით შეიძლება ასტრონომიული ჯარიმის დაწესებაც. იყო შემთხვევა მახსოვს რუსთავიდან ადამიანი რომელიც ჭაღებს ყიდი და 17000 ლარი დაარიცხეს თორსტებ ქონდა დახი მაღაზიაში. და უბრალოდ კანონმდებლობით კი ბატონო შესაძლებელი იყო თქვათ იქ რამდენჯერმე მრავლდება იცით თქვა სამაგი ოდენობა ასე შემდეგ ამ შემთხვევაში თუმცა თუ დარღვევით არის თქვათ იგივე შემოწმება ჩატარებული მე მახსოვს რეკომენდაციით მიმართია ესეც საკითხებზე ცი ყველა საკითხი ეხება ის რა არის კერძო სამართლის იურიდიულ პირებს რაც შეეხება ნაკლებ თუმცა თუ სახელმწიფოა სადმე გარეული მოდით ესე ვთქვა და საკითხი ეხება უფლებადარღვევას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან რა თქმა უნდა უმეტესად ეს არის სახალხო მაგალითად კერძო დავაში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ნუ შეიძლება სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით საკითხი შეისწავლოს მაგრამ ის რო ეხება ვთქვა რომელიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ თანამშრომელი დაითხოვოს ეს პირდაპირ სასამართლოს ქვემდებარეა თუმცა პირს თუ სამინისტროდან დაითხოვენ
სიტყვაზე ან რომელიმე სხვა უწყებიდან მას ყოველთვის შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს. ქსანდა განმოყენება პატიმარმა რუსთავის აი ისა ყვება არ არისო ხარისხიანიო და სულად იმიტომაც ვიცოდება თუბერკულოზიო ამისინ ესეა დაიკლო ისა ძალიან კარგი იქნება გვითხრან კონკრეტულად პატიმრის სახელი და გვარი და ჩემი მონიტორინგის ჯგუფი ძალიან ხშირად დადის თითოეულ დაწესებულებაში და რუსთავის მეორეში თუ არის საკვების პრობლემა აუცილებლად გადავა. მათა გასარკვევია, იმიტომ რომ ეს ბატონი ბრძანებს რომ სანიდან დააბრუნესო. თუ უკვე ნამკურნალები არის, რატო აბრუნებენ იქ? თუ ნამკურნალებია, შეიძლება პირი დაბრუნდეს, თუ სრული კურსია გავლილი, იმიტომ მინდა გითხრათ რომ ადგილებს რაოდენობა თუბერკულოზის ძალიან შესაძლოა გადატვირთული აქვს დაწესებული. იმიტომ რომ ხა იქ ნამკურნალებს ნამდვილად არავინ არ გააჩერებს და აბრუნებენ უკან. თუმცა მე მინდა გითხრათ რომ სხვათა შორის ახლა ძალიან იშვიათად რომ ჩვენ დაწესებულების რომელიმე ხელმძღვანელზე ასე ვთქვათ ბევრი ვისაუბროთ, თუმცა ძალიან პოზიტიური მიდგომა აქვს თვითონ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელს და საკმაოდ სწორი მიდგომა აქვს არაერთი საკითხის მიმართ. იმიტომ რომ ვთქვათ იგივე ეს ამანათები რომლებიც შედის და საკმაოდ ლიბერალური გარემო რომელიც იქ შექმნილია განსხვავებით სხვა დაწესებულებებისგან ძალიან სწორია. არის ეს რამდენად სერიოზული SMS-ი იყო რომ განათლების სამინისტროზე პუნქტიო თუ რაღაცა შემოიღო ხელბორკილების დადებაო მასწავლებელს შეუძლია. ეგეთი რამე მეც არ გამიგე ესეთი და ეგ გაიმეოროთ ეს SMS-ი არ მე ვერ წავიკითხე სწორედ ან თქვენ არასწორი ინფორმაციას იძლევით. ძალიან ბევრი მოდის აი ამ მიმართულებით მოდი ჩვენ მაყურებელი შემოვიყოლოთ მეც ვერ ვასწრებ დევნას. გისმენთ დიახ ეთერში ხართ? გისმენთ ბატონო. გიასალმებით ხელმძღვანელს გამარჯობათ გესმენთ. ბატონო გიორგი, თქვენ სახალხო დამცველი გზადებით და ამცვლად ყურში იქნებით ბოლო დროს განვითარებულების გამო. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე ძალიან ვთქვათ გააკეთოთ კომენტარი. მას ეკუთვნის თუ არა მოქალაქეობა? რატომ მოუსწნა პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა? ეხლა ჩვენ ვიცით რატომ მოუსწნა. მაგრამ მე მინდა თქვენ გააკეთოთ კომენტარი და პატრიარქის მოწოდებაზე რა რეაგირებას აკეთებს ხელისუფლება და თქვენი პირადი აზრი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ამ კაცმა იმდენად გააკეთა საქართველოსთვის, რომ კიდევ უნდა გააკეთოს და ესე იგი შიშარა ხელისუფლება მე ესე ვფიქრობ და ალბათ 90% საქართველოს მოსახლეობის. ეს შინია. დიდი მადლობა. ამიტომ მოუსწნა მოქალაქეობა და თქოს გააკეთოს კომენტარი. რაგებია მადლობა. ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეც დავუმატებდი რა, რასმუსენს რომ დაუსვავს ეს შეკითხვა რომ პრობლემა არისო და ვსწავლობთ ამ საკითხს ხელისუფლებისგან ესეთ პასუხი იყო. თქვენი აზრი? ის არის ხა ჩემი მხრიდან თქვათ ხელისუფლების სახელით კომენტარის გაკეთება ალბათ უადგილო იქნება. ჩემი კომპეტენცია არ არის არც მოქალაქეობის შეწყვეტა და არც მისი აღდგენა, თუმცა რა თქმა უნდა სახალხო დამცველის პირდაპირ კომპეტენციაა განსაჯოს რამდენად კანონიერი იყო ქმედება. ეხლა პოლიტიკურ და მორალურ მხარეს სახალხო დამცველი ნაკლებად უნდა აფასებდეს, მას უნდა ქონდეს ნეიტრალური პოზიცია. მე ხვალ მექნება შეხვედრა ბატონ ბიძინას პირად ადვოკატთან ამ საკითხზე. მე ხვალისთვის ასევე ველოდები ჩემი აპარატის თანამშრომლებისგან დასრულებას, ვინაიდან თქვენ გახსოვთ მე განაცხადე რომ საკუთარი ინიციატივით დავიწყე ამ საკითხის შესწავლა, როგორც ბატონ ბიძინასთან მიმართებაში, ასევე მის მეუღლესთან მიმართებაში. აი მეუღლესთან განსაკუთრებით არის დარღვეული პირდაპირ თვალსაჩინო. მინდა გითხრათ რომ სახალხო დამცველი როგორც კი დაასრულებს ამ კვირაში ამ საკითხის შესწავლას, თუ კი გამოიკვეთება სამართალდარღვევა, მე რეკომენდაციით მიმართავ შესაბამის უწყებას, ამ შემთხვევაში ალბათ მომიწევს პრეზიდენტს მიმართო რეკომენდაციით, მაგრამ მე ამისთვის უნდა მქონდეს სამართლებრივი საფუძვლები. სახალხო დამცველი ვერ იმსჯელებს იმაზე, რა იყო მიზანშეწონილი და მე უნდა შევაფასო ფაქტის კანონიერება. რაც შეეხება მინიჭებას, კანონით და კონსტიტუციით დადგენილია, რომ ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია. იგი მიანიჭებს თუ არა კონკრეტულ პირს მოქალაქეობას. თუმცა ჩვენი ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ ადგენს იცით სხვადასხვა კრიტერიუმებს. ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება ახლა ხელისუფლების პოზიციიდან ვისაუბრო, არანაირი სურვილიც არ მაქვს ამ, თუმცა კანონი უნდა იყოს ყველა შემთხვევაში დაცული. და რა თქმა უნდა, ახლა გასაგებია, როდესაც ადამიანს განსაკუთრებული დამსახურება გააჩნია, ამას კანონი ცნობს, რომ ამას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი დიდი ზოგადად აქვს დიდი მნიშვნელობა. იმიტომ დამსახურება არის ერთ-ერთი საფუძველი მოქალაქეობის მინიჭების. იცუმეტეს ხომ ერთმა დააკისრა ამ ადამიანს, რომ იგი იყოს ქართველი.
თუკი ქართველი იყოს და აქ დაბადებული, მეგონი სრული უფლება აქვს ამ ადამიანს, რომ არსებობს რამდენიმე გზა თქვენ იცით, ეს შეიძლება იყოს ნატურალიზაცია და შეიძლება იყოს გამონაკლისი, როგორიც არის ორმაგი მოქალაქეობა, თუმცა იცით რომ კანონმდებლობა, მე ვერ გეტყვით რომ საუკეთესო კანონმდებლობა გვაქვს ამ კუთხით, იმიტომ რომ არაერთი კითხვის ნიშანი რჩება. რა თქმა უნდა და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ დეტალურად ვთქვათ, ვეცადეთ გარდა იმისა რომ პრაქტიკა გამგვეზოგადებინა და სხვადასხვა ვთქვათ იგივე უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებები გვენახავთ ვთქვათ ზოგადად ამ კუთხით ასევე შეგვესწავლა კანონმდებლობა საერთაშორისო პრაქტიკა თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ მოგვიწევს ამოვიდეთ ისევ და ისევ საქართველოს კანონმდებლობით მან მართლა ბევრი ცეცხლახებია და უცოტა უცნაურობებიც აქვს რა ვიცი გასარკვევია ეს მე მოხარული ვარ თუკი თქვენ ფუნდამენტალურად შეისწავლეთ აქ არის კიდე ერთი მომენტი და საკითხი არის სასამართლოს განჯადვინა და მე რამდენადაც ვიცი მიმართეს და სახალხო დამცველისთვის ცოტა არ იყოს და დიდი სურვილი მაინც და მაინც რომ თქვა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თქვათ მე საჯარო გავხადო რამე ცოტა არ იყოს და შეიძლება აღქმული იქნას ეს როგორც მცდელობა რომ გავლენა იქონიოს სახალხო დამცველმა თქვათ მისი პოზიციით ისიც რომ სახალხო დამცველის პოზიციას ძალიან ხშირად თქვათ შეიძლება არ ითვალისწინებენ თუმცა არის შემთხვევები როდესაც ძალიან ასე ვთქვათ დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე მის თითოეულ ეს არაერთხელ მოხდა რა. კარგი ბატონო გიორგი დიდი მადლობა ამ განმარტებისთვის ყოველ შემთხვევაში თუნდაც ის ფაქტი რომ თქვენ დეტალური შესწავლის შემდგომ გაქვთ უფლება და მონიჭებულიც გაქვთ ეს ვალდებულება რომ პრეზიდენტს მიმართოთ ამას გამოიყენებთ ესეც ეროვნული განაცხადია. პირადად ბატონ ბიძინას არ მოუმართავს სახალხო დამცველისთვის მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ ბიძინას ადვოკატთან რომელმაც ელექტრონული პოსტის საშუალებით მომმართა თუმცა რა თქმა უნდა ოფიციალურად გაეცათ პასუხი რომ ჯერ კიდე ოქტომბრის შუა რიცხვებში სახალხო დამცველმა პირად ინიციატივით გამოითხოვა სრულიად საქმის მასალები საჯარო სამოქალაქო რეესტრიდან რათა შეესწავლა იმიტომ რომ რა თქმა უნდა ცხადია როდესაც საზოგადოების ესოდენ მაღალი ინტერესია საკითხისადმი შესაბამისად სახალხო დამცველის ინტერესიც საკმაოდ მაღალია რომ თუ დაისვა შეკითხვა გაეცეს პასუხი მისი მხრიდან ამ კონკრეტულ გარემოში. ახლა გიორგი ბატონო დემოკრატიკასი ბრძანდებით იშვიათობაა დღეს ხელისუფლების შტოებში ესეთი რაღაცა პრინციპული და გახსნილი წვდომა საზოგადოებრივად აქტიური აქტუალური უფროსობრივი პრობლემატიკის გარკვევაში. დიდი მადლობა ამ განცხადებისთვის. მოდი ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ ბატონ გიორგი და რეკლამის შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. დაგვალოდეთ ბატონებო, ალბათ ერთ წუთში დავუბრუნდებით.